ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის შეფად დაინიშნა ვინმე ბლეზ მეტრეველი. სამოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლშევიკების რეპრესიებს შეეწირა. ისტორიის ალბათ თავარი ბოლოტონქვედი. ჩემს პარალელურად მუშაობდნენ რუსებიც, თან უკრაინელი არის, რუსი არ არის. ოფიციალური მეცახელი ქონდა ყასაბი. ბლეზ მეტრეველი არის ნაცისტების ჯაშუშის შთამომავალი. 500 ადამიანი ყავთ დახვრეტილი მხოლოდ ორ სოფელში. სიცოცხლის ბოლომდე თავის ჩანაწერებში იხსენებს ამ ადამიანს როგორც მის მთავარ სიყვარულს. 500 გვერდიანი საქმე დევს გერმანიის ფედერალურ არქივში მის შესახებ. ანუ სერიოზული ფიგურა იყო რა, პირდაპირ შეგვიძლია. 3 ცოლი ყავდა. შეიძლება 4-იც. აი მოვიდა 41 წელი და შანსი მიეცა შურისძიებისა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი მამები შეიძლება ყოფილიყვნენ ახლო ურთიერთობაში. ჩვენს ვიცით პარალელურად რუსები ამზადებდნენ. 1947 წელს შეუღლდება დავით მეტრეველი. ქალების გაუპატიურება ხდება, შემდეგ დახვრეტა. მანამდე ჩამოდის მათი კიდევ ერთი კურსელი, იფიცება, რომ მეტროში ნახა დოდიკი. ნაცისტების რაღაცა მთავარი ყასაბი ერთ-ერთი და ეს კიდე ბერიასთან დაახლოებული ახალგაზრდა. მას აძლევენ აგენტი ნომერი 30-ის ზედმეტ სახელს. კურსელები ახასიათებენ როგორც უკიდურესად მიზანდასახულ პერფექციონისტ ადამიანს. ამ ბატალიონის უფროსის მოადგილე იყო ბატონი დავით მეტრეველი. კონსტანტინე დობროვოლსკი არის არა რიგითი წევრი, არამედ ორგანიზატორი. უკრაინაშიც არავის არ აქვს სიმპათია ამ ადამიანის მიმართ. საბჭოთა კავშირში მისი დაბრუნება არაფრით არ შეიძლება. თანამშრომლობდა ასე თუ ისე, როგორც არის ნაცისტებთან. გლავარ არ უწერიათ, ატამანად უწერიათ. ვარვარას მისამართად ბრიტანეთის წერია პოლონელ ტყვეთა ბანაკი. გერმანიაში ამ დროს ცხოვრობს და უკვე 10 წლეულების განმავლობაში საქმიანობს ასეთი კაცი, არჩილ მეტრეველი. შესაძლოა ის ისევ მუშაობდა ვთქვათ აი ამ საბჭოთა მხარესთან. რაც ხელს არ შეუშლიდა რუსეთის ახლობგაცნობაში. თავის მეუღლეს სად შეხვდა, ამისი არქივებით პოვნა ცოტა რთულია. ბლეიზი ამას ჩვენ არ გვეტყვის. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. 1909 წელს შეიქმნა MI6, ანუ Military Intelligence Section 6, ანუ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მე-6 სამმართველო. ეს არის ბრიტანეთის საგარეო დაზვერვა, ქსელი, რომელიც ფარავს მთელ მსოფლიოს. დაახლოებით უფრო გასაგებად რო ვთქვა, ვიც ახლა პოსტსაბჭოთა სივრცე უკეთესად იცის. ეს ორგანიზაცია არის რუსული SVR-ის, служба внешней разведкის ანალოგი. და 2025 წლის 15 ივნისია, ერთ ჩვეულებრივი დღე, რაღაცა კვლევაზე ვზივარ მუშაობ და დავინახე ახალ ამბებში, რომ ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის შეფად დაინიშნა ვინმე ბლეზ მეტრეველი. ეს არ არის ხშირი ამბავი, რომ ქართულ გვარს გაიგონებ ასეთ მაღალ თანამდებობაზე, მით უმეტეს სპეცსამსახურები და საგარეო დაზვერვა ერთობ სპეციფიკური ინტერესი მსახურებს ხოლმე და შინაგანად ვეღარ მოვითმინე და როგორც ბრიტანულ არქივებში ბევრი წლის მანძილზე ნამუშევარმა ადამიანმა დავიწყე ქექვაკვლევა ძიება, ვინ არის, საიდან მოვიდა, მამა ვინ იყო, ბაბუა ვინ იყო, როგორ მოხვდნენ ბრიტანეთში. როგორ მოხდა ამ თანამდებობაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემს პარალელურად მუშაობდნენ რუსებიც და მოდიოდა უკვე მეორე დილას, მზად იყო პროპაგანდისტული სტატიები, რომ ეს ადამიანი ბლეზ მეტრეველი არის ნაცისტების ჯაშუშის შთამომავალი. მაგრამ მე ის მთელი ღამე გავათენე ამაზე მუშაობაში და მეორე დილას პირველად შედეგები დავწერე Facebook-ზე. მაშინვე მომწერა ჩემმა მეგობარმა ვაჟა თაუბერიძემ, ჟურნალისტმა,
ვაჟა მითხრა, რომ თვითონაც უკვე დაწყებული ჰქონდა კვლევა ამ თემაზე ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ისთვის. მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად გვემუშავა თემაზე, რადგანაც ნაცისტური პროპაგანდა და რაღაცა ნაციზმი და კოლაბორაცია იყო ნახსენები, დაუკავშირდით ჩემ მეგობარს გერმანიაში მცხოვრებ ისტორიკოს გიორგი ასტამაძეს, რომელზე უკეთესადაც მე მგონი არავინ არ იცის გერმანული არქივები და გიორგით შემოვიყვანეთ ამ საქმეში. ჩაუჯექით, ვიმუშავეთ და აქედან გამოდნა პირველი სტატია, რომელიც შემდეგ Daily Mail-ში დაიბეჭდა, მაგრამ მერე გადაბეჭდა BBC-მაც, Times-მაც, სრულიად ბრიტანულმა და არა მხოლოდ ბრიტანულმა პრესამ. და არა მხოლოდ პრესამ. აი ახლა უკვე სულ ახლახანს მეორე სტატიაც დაიბეჭდა ამ თემაზე და პრინციპში მსოფლიომ რაც იცის ბლეზ მეტრეველის წარსულის შესახებ არის დიდწილად აი ამ სამი ადამიანის დამსახურება, რომელიც დღეს ჩვენ სტუდიაში ვზივართ და გვაქვს 4-ის შეგაწყვეტინებ ბექა, ანუ ჩვენ ბრიტანელი კოლეგა გრჩება? რა თქმა უნდა, რომელმაც საბოლოო ჯამში ჩვენი კვლევის შედეგად დაწერა ის სტატიები. და თვითონაც საკმაოდ ინტენსიური სამუშაო გასწია ბრიტანეთში, არქივებში და ამ შემდეგში. რა თქმა უნდა, ვაღიარებთ. მოკლედ და ხა ჩვენს მაყურებელს აქვს ეს ექსკლუზივი, რომ ქართულ ენაზე მოისმინოს მთელი ამ კვლევაძიების შედეგი, პრინციპში უფრო დეტალურადაც, ვიდრე ეს იმ ორ სტატიაში ჩაეტია. მადლობა ბატონებო ამ კოლაბორაციისთვის, თანამშრომლობისთვის, რაც აქამდე ერთად მოვიტანეთ. მადლობა აქ მობრძანებისთვის. სანამ ბიჭებთან გადავალ კითხვებით და სიტყვებით და გავცვლით აზრებს და ინფორმაციებს, მანამდე ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, დაგვისვათ კითხვები ამ და სხვა თემებზე, დაგვალაიქოთ, გაგვაზიაროთ, დაგვეხმაროთ, მოკლედ არსებობაში და აქვე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მთავარ პარტნიორს წყალი მთის, რომელიც გვეხმარება ისტორიული ცოდნის გავრცელებაში და რომელიც გახლავთ ძალიან ჯამრთელი წყალი საქართველოს მთებიდან წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა. ვაჟა, მოდი შენ დავიწყებ. რომ იმოვიხილოთ ვინ არის, ახლა აქ ფოტოებიც არის პანელებზე გარშემო, ჩვენ კადრებსაც გადავადებთ და სხვადასხვა ფოტოებს შევთავაზებთ მაყურებელს. აი საბაზისო ისტორია და მერე თითოეულის ბიოგრაფიას ცალ-ცალკე ჩავორმავდეთ. კი ბატონო. შენს უკან არის ექსკლუზიურად მოპოვებული ფოტო, სადაც აღსახულია დავით მეტრეველი, ეს იდუმალებით მოცული ადამიანი. ეს იდუმალების ფარდა გარკვეულწილად ჩვენ ავწიეთ, მაგრამ უკიდურესად საინტერესო ცხოვრების მქონე ადამიანი იყო. ფიქრობ, რომ ერთი და ორი სტატია კი არა, წიგნიც ალბათ თავისუფლად შეიძლება დაიწეროს მის მოღვაწეობაზე და მის მრავალმხრივ პიროვნებაზე, ასე ვთქვათ. სათავგადასავლო რომანების გმირად თავისუფლად შეიძლება გამოდგეს პროტოტიპად, ჩვეულებრივად შეგეძლია შეხვდეს ასეთი პერსონაჟი ჯონ ლე კარეს ნებისმიერ წიგნში და საკმაოდ ესეთი იქნება მიმზიდველი და ქარიზმატული და ადვილად მოგნუსხავს. ეს ფოტო არის გადაღებული მაშინ, როცა ის არის წარმატებული იუნიორი მოკრივე და გატაცებულია როგორც კრივით, ასევე გატაცებულია ხატვით და უკვე აქვს სამხედრო წოდება. რაც უფრო კარგად ალბათ ამას თქვენ გაშლით, საკმაოდ ისეთი უჩვეულო ნაზავია, ხო, უჩვეულო კომბინაცია. ამ ქალბატონს ჯერ არაფერს ვიტყვით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უნდა შემოვინახოთ და მერე უნდა შემოვიყვანოთ. ეს უკვე არის დავითი. დავით მეტრეველი, ეს არის სამხედრო გაწვევის ბილეთში. კი ბატონო, ეს არის სამხედრო გაწვევის ბილეთში, ეს არის ფოტო, რომელსაც იყენებდა ასევე რუსული პროპაგანდა იმისთვის, რომ ემტკიცებინა, რომ ეს ადამიანი იყო აუშვიცის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მოხელე, რომელიც გერმანელებთან ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გადავიდა იმ მხარეს და აუშვიცი თანამშრომლობდა მას შემდეგ.
ფოტოს ნამდვილობა ეჭვს არ იწევს, ეჭვს იწვევს კი არა და სიმართლეს არ შეესაბამება ის ისტორია, რომელიც რუსებმა შეთითხრეს. ჩვენს უკან ვინც არის, მე მგონი ზედმეტი წარდგენა არ ჭირდება, არაჩვეულებრივი პირველი სიტყვა ქონდა ახლახანს, სადაც საკმაოდ ხაზგასმით დააფიქსირა თავისი პოზიცია რუსეთზე და იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რასაც რუსეთი უქმნის თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს. და სხვა შორის ძალიან კარგად მიიღო ბრიტანულმა პრესამ. ძირითადად ერთაზროვანი არ არის ხოლმე, ანუ ბრიტანული პრესა სხვა პოლიტიკური ფრთის თუ სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების გამოსვლისას მას ჰქონდა უკიდურესად დადებითი პრესა. ეს არის ქალბატონი ბლეიზის მამა, კონსტანტინე ჯუნიორი და ეს არის ასე ვთქვათ ინგლისური ტერმინით ქართონიშვილი. ისტორიის ალბათ თავარი ბოროტმოქმედი კონსტანტინე დობროვოლსკი, რომელზედაც მე რო ვისაუბრო, ალბათ არ იქნება მართებული, გიორგი შეუძლია აბსოლუტურად პირველად უფრო მდიდარი პალიტრით დახატოს მის პიროვნება. ესე იგი, რა არის აქ ფაბულა, აი რომ მოვყვეთ ვინ ვისი ნათესავი არის და ვინ ვისი რა არის. ნუ ბლეიზი გასაგებია, რომ ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის შეფი არის, MI6-ის დირექტორი. ეს ნამდვილი ამბავია. ბლეიზის მამა არის აი ის კაცი, რომელიც თქვენ შუაში არის, კონსტანტინე დობროვოლსკი მეტრეველი, პრინციპში მეტრეველი, ხო? კი ბატონო, კი ოფიციალურად გადაიმიღო. გვარად არის მეტრეველი და ესე იგი ბლეიზი არის შვილი მისი და ამ კაცის ცოლს, ანუ ბლეიზის დედას, ქვია ანა ბორკოვსკა. ხოლო აი გიორგის უკან რო კაცი არის კონსტანტინე უფროსი დობროვოლსკი, აი ეს არის ბლეიზის ბიოლოგიური ბაბუა. ბიოლოგიური ბაბუა. ამ ადამიანის ბიოლოგიური მამა. მაგრამ აი ამას კონსტანტინე უმცროს 3 თვის ასაკის შემდეგ მამამისი არ უნახავს საერთოდ და არაფერ შუაში არ არის, ამ ურთიერთობა არანაირი არ ქონია მასთან. ხოლო აი დავითი უკვე აი ეს კაცი და ჩემს უკან რო მოკრივის ხელთათმანებში ადამიანი არის, ეს არის ქართველი კაცი, რომელმაც გაზარდა ეს კონსტანტინე შვილად, საკუთარ შვილად, მისცა საკუთარი გვარი და ბლეიზიც აი ამ დავით იგივე დოდიკ მეტრეველის სახელს ატარებს. ეხლა ჩვენ რა ვქენით, ხო? ჩვენ ცალკე გამოვიკვლიეთ აი ამ ბიოლოგიური ბაბუის კონსტანტინე დობროვოლსკის ბიოგრაფია, ეს გიორგიმ გააკეთა 500 გვერდიანი საქმე დევს გერმანიის ფედერალურ არქივში მის შესახებ, ხო? მერე ქართული წყაროებით და არქივებითა და წყაროებით გამოვიკვლიეთ დავით მეტრეველის ბიოგრაფია და ასევე ვნახეთ ის ხალხი, რომლებიც პირადად იცნობდნენ დავით მეტრეველს. დავით მეტრეველი დაიბადა 1900 ზოგი ჩვენებით 7 წელს, ზოგი ჩვენებით 9 წელს, ზოგი ჩვენებით 11 და 12 წელს, მოკლედ 1907-დან 12 წლამდე პერიოდში დაიბადა, დაბადება ნამდვილად ასე იყო 5 წლიანი, მაგრამ დაზუსტებით ვიცით, უკვე გარდაცვალების თარიღი გარდაიცვალა 1989 წელს დასავლეთ ლონდონში, ფულემში, ეს არის სხვათა შორის მაღალი კლასის საზოგადოების საცხოვრებელი რაიონი არის ფულემი. დაახლოებით 80 წლის ასაკში. მოკლედ, დეტალურად ჩაუყვეთ ახლა ვინ, როგორ, რა და რანაირად. დავიწყოთ ალბათ კონსტანტინ დობროვოლსკით და მისი მეუღლე ვარვარათი, ან ბარბარა ინგლისურად, ვარვარა რუსულად. ვინ არის ეს ხალხი, გიორგი? აქ შენ უნდა შემოხვიდე, იმიტომ რომ ეგ არის შენი კვლევის ნაწილია. მადლობა. კონსტანტინე ავგუსტინოვიჩ დობროვოლსკი არის მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი. დაიბადა 1900 ზოგი ვერსიით 6 წელს, ზოგი ვერსიით 7 წელს ჩერნიგოვში, ეს არის ჩერნიგოვის რაიონში, უკრაინის
ტერიტორიაზე. კიევის ჩრდილოეთით ცოტა. კი, სოფელი სავენკი. ეს პატარა დასახლება, სადაც როგორც ჩანს, მის ოჯახს ჰქონდა მამული დაახლოებით 500 ჰექტარის ოდენობით და ასევე ახლოს მდებარე პატარა ქალაქში სასნიცაში ჰქონდათ 3 სახლი, ასეთი კომპლექსი ასე რომ ვთქვათ, ერთად და შეძლებული ოჯახი იყო შესაბამისად. წარმოშობით მამამისი როგორც ჩანს იყო პოლონური წარმომავლობის და თვითონ ამბობს რომ ბებია გერმანელი ყავდა და დედა უკრაინელი. აი ესეთი შერეული ტიპის ოჯახიდან იყო. იზრდებოდა 3 ძმასთან და 2 დასთან ერთად და 1917 წლამდე ცხოვრობდნენ როგორც ჩვეულებრივი შეძლებული ოჯახი. მაგრამ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ოჯახს ექმნება პრობლემები, იქიდან გამომდინარე რომ მდიდრები არიან და როგორც ჩანს, ამ ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლშევიკების რეპრესიებს შეეწირა. შესაბამისად ჩამოართვა. შესაბამისად ქონება თავისთავად დაკარგეს და ზოგი ფიზიკურად გაანადგურეს. შესაბამისად მას უჩნდება არსებული რეჟიმის მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულება. როგორც მისი ავტობიოგრაფიიდან ჩანს, 1922 წლიდან ის მოსკოვში გადადის, მამამისი დაეხმარა გვარის შეცვლაში და კრავჩენკოს გვარით ცხოვრობს იქ რამდენიმე წლის განმავლობაში და მუშაობს ჩვეულებრივ მუშად. რამდენიმე 1926 წლამდე და შემდეგ იქ აპატიმრებენ და 10 წლის განმავლობაში არის ციხეში. როგორც ჩანს, აი ამ ინფორმაციის დამალვის გამო, გვარის შეცვლის გამო, ასევე ოჯახი ისედაც მიუღებელი არის არსებული რეჟიმისთვის სოციალური წარმომავლობის გამო და ასახლებენ ციმბირში, სადაც ის ატარებს დაახლოებით 10 წელს, 1927 წელს გამოდის ციხიდან და სწავლობს ვლადივოსტოკის ერთ-ერთ ინსტიტუტში დიპლომ ინჟინოა, ანუ ეს არის რაღაც ინჟინერის სპეციალობაზე 1928-29 წლებში. შემდეგი პერიოდი ცოტა გაურკვეველი არის, რადგან არსებობს მეორე ვერსია კონსტანტინე დობროვოლსკის ავტობიოგრაფიისაც, რომელიც ამ რუსულენოვან წყაროებში ნახეს, სადაც ჩანს, რომ თითქოს ის რაღაც სამხედრო წოდებაში არის ომის დაწყების მომენტისთვის, მაგრამ თვითონ წერს, რომ თვითონ ამას არ ახსენებს. ესე იგი, მან ავტობიოგრაფია დაწერა გერმანელებისთვის დაუწერა. და არსებობს ასევე საბჭოელების მიერ გამოცემული წიგნი, სადაც ინფორმაცია არის შეგროვებული გერმანელებთან მოთანამშრომლე ადამიანების შესახებ მეორე მსოფლიო ომის დროს და იქ არის ასევე სხვა ინფორმაცია დობროვოლსკის შესახებ და რამდენიმე 1-2 მოწმე არის, ვინც ფიქრობს, რომ დობროვოლსკი, რომელიც ნახეს 41 წელს, ტყვეთ ჩავარდნამდე, კაპიტანი დობროვოლსკი შეიძლება არის ესპიროვნება, მაგრამ ეს დაზუსტებით არ ვიცით, ასე რომ ვთქვათ. ნებისმიერ შემთხვევაში იწყება მსოფლიო ომი და 1941 წლის 4 აგვისტოს კიევის მახლობლად ვასილკოვთან კონსტანტინე დობროვოლსკი გადადის გერმანელების მხარეს. და აქედან იწყება მთელი საქმიანობა მისი. მოიცადე გიორგი, სანამ გააგზავნებ, აი აქ ხა ერთი რაღაცა კიდევ უნდა ჩავაზუსტოთ. წარმოვიდგინოთ ხა ამ კაცის ბექგრაუნდი, ანუ არანაირად მე მას და მის თანამშრომლობას ნაცისტებთან არ ვამართლებ, მაგრამ მის თვალით რო შევხედოთ სამყაროს ერთი წუთით. 1906 წელს იბადება, 1917 წელს ხდება ბოლშევიკური გადატრიალება, როცა ის არის 11 წლის ასაკში და შეგნებულ ცხოვრებას იწყებს პრინციპში, განგზობადი მეხსიერება აქვს. და აი 11 წლიდან ვიდრე 1927 წლამდე, ესე იგი 20 წელი, ანუ 11 წლის ასაკიდან 31 წლის ასაკამდე ტერორში არის, ანუ ან გადასახლებაში არის, ან გაქცევაში არის, ოჯახი ამოუწყვიტეს, მიწები წაართვეს, ყველაფერი გაუკეთეს. შავმუშად მუშაობს, ანუ ყველაფერი გაუკეთეს, რაც შეიძლება ცუდი გაუკეთო ადამიანს და აი მოვიდა 41 წელი და შანსი მიეცა შურისძიებისა. კი. და
ბუნებრივია რომ ამ ასეთი ბიოგრაფიის და წარმომავლობის ადამიანს მით თან უკრაინელი არის, ეს რუსი არ არის, აქვს სრული სიძულვილი არსებული რეჟიმის მიმართ და ახლა ეძლევა საშუალება რომ რაიმე ფორმით გადაუხადოს სამაგიერო. 1941 წლის აგვისტოსა და სექტემბერში როგორც ჩანს კონსტანტინე დობროვოლსკი არის SS-ის სატანკო დივიზიასთან ერთად პირველი 2 თვის მანძილზე და ეხმარება აი ესეთი ტიპის რაღაც ტექნიკის შეგროვება. ეს არის პერიოდი, როდესაც გერმანელები ძალიან წინ მიიწევენ და მათ რაღაცა ტიპის დახმარებას უწევს სტრუქტურული თვალსაზრისით. შემდეგი 2 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან დეკემბრამდე, 2-3 თვის განმავლობაში უკვე ქმნის დანაყოფებს, დიდ დანაყოფს დაახლოებით 300 კაცისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება გერმანელების მიერ. საბჭოთა პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლაში. და რას აკეთებენ ახლა ეს რა იგულისხმება ხომ? გერმანელები როდესაც მიიწევენ წინ მოსკოვისკენ, ამ დედაქალაქისკენ, ზურგში არის ჯგუფები, რომლებიც მათ უქმნიან საფრთხეს. და შესაბამისად ამ ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა უწევთ ძირითადად ჰივაებს. ჰივა არის დამხმარეები, ეს არის აბრევიატურა, ასე რომ ვთქვათ, გერმანულად, საკუთარი სურვილით Hilfswillige, ანუ დახმარების მსურველი ადამიანებისა, მოხალისეებისა, რომლებიც გერმანელების მხარეს იბრძვიან წითელი არმიის წინააღმდეგ და ავტომატურად იმ პარტიზანების წინააღმდეგ, რომლებიც წითელ არმიას ეხმარებიან ზურგიდან. მტრის ზურგიდან. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გერმანელებისათვის. შესაბამისად, ასეთი ხალხი ფასობს მათთვის. კონსტანტინე დობროვოლსკი არის არა რიგითი წევრი, არამედ ორგანიზატორი ამ 300 კაციანი გუნდის და როგორც ჩანს წყაროებიდან, ეს ჩანს ბოლშევიკური მასალიდან, ანუ რუსული მასალიდან, 500 ადამიანი ყავთ დახვრეტილი ეს პარტიზანული ბრძოლის მონაწილეები, მხოლოდ 2 სოფელში, აი ძირითადად ჩაბმული არის საიდანაც არის წარმოშობით იმ რაიონში, კარგად იცის გეოგრაფია ასე შემდეგ და აი სასნიცას, სავენკის და აი ამ ჩერნიგოვის ოლქში სხვადასხვა სოფლების გარშემო ფაქტობრივად მემამულეობა აღიდგინა და იქ არის თავი კაცია. და მარტო აი ამ პერიოდში 500 პარტიზანი გაანადგურეს. შემდეგი თვეების განმავლობაში დეკემბრიდან 1941 წლისა 1942 წლის 15 თებერვლამდე უკვე სხვა ჯგუფი ყავს მას ჩამოყალიბებული. ეს არის 197 საველე ბატალიონთან ერთად, ანუ პარალელურად მათთან თანამშრომლობს და არის დაახლოებით 100 კაციანი ჯგუფის ხელმძღვანელი და ესენიც იგივე ტიპის სამუშაოს აწარმოებენ, მაქსიმალურად ებრძვიან პარტიზანებს. აქ არის შემთხვევები ძალის გადამეტების, ახლა ხვდებით სოფლიო ომი არის და ხო, ანუ ქალების გაუპატიურება ხდება, შემდეგ დახვრეტა და ასე შემდეგ და ამას აკეთებენ ასეთი ტიპის ჯგუფები. შემდეგ პერიოდში 1942 წლის თებერვლიდან 1942 წლის 10 ივნისამდე უკვე სხვა ჯგუფთან ერთად თანამშრომლობს. აქ არის ასევე გარკვეული უნგრული ბატალიონი, რომელთან ერთადაც მოქმედებს დობროვოლსკი და შემდეგ ამ ბატალიონის უნგრელი მეთაური მას წარადგენს რაღაც გარკვეული ჯილდოების მიღებაზეც, იმდენად კარგად მიდიოდა თანამშრომლობა. უკვე შუიდან 1942 წლის შუახანებიდან ის ხდება, ანუ მას აცილებენ გარკვეული პერიოდით ამ პარტიზანულ საქმიანობას, როგორც ჩანს, მას ურთიერთობა
დაეძაბა აი ამ ძალის გადამეტების და ასეთი საქმეების გამო, რადგან მას უჩიოდნენ გერმანელებიც მათ შორის, რომ არ ისეთი ბობოქარი ხასიათის კაცი იყო როგორც ჩანს და შელაპარაკებაში შედიოდა თვითონ SS-ის წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე გადაიყვანეს ერთი პერიოდი რაღაც თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო შემდეგ უკვე 1942 წლის 1 აგვისტოდან უკვე ხდება აგენტურულ საქმიანობაში ებმება ეგრეთ წოდებული ფაუმანი და მას აძლევენ ფაუ-30 ანუ აგენტი ნომერი 30-ის ზედმეტ სახელს ასე ფიგურირებს ის დოკუმენტაციაში და ძირითადად მისი არეალი არის შტორ-რილსკის მიდამოები, ეს არის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, საიდანაც მოიპოვებს ინფორმაციას პარტიზანების გადაადგილების, შემადგენლობის, ვინაობის, ოჯახების, მათი მეკავშირეების, დამხმარეების და ყველანაირი ტიპის ინფორმაციას მათ შესახებ. შემდეგ გვაქვს უკვე მასალაში ცნობა ვარვარას შესახებ, ანუ ჩნდება გერმანულ მასალაში ინფორმაცია ცოლის შესახებ, ეს არის ვარვარა დობროვოლსკა და აქ ჩანს უკვე ასევე რომ მათ ყავთ შვილი. ეს ინფორმაცია ჩნდება 1953 წელს, 53 წლის დასაწყისიდან იანვარია თუ არ ხდება თებერვალი, ხო. ეს ფრონტზე რო წარმოვიდგინოთ რა ხდება, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესენი უკან იხევენ, ხო? ანუ 42 წლის ზამთარში მოხდა გარდატეხა კავკასიაში, სტალინგრადში და ჩრდილოეთ აფრიკაში, გერმანია მარცხდება პირველად საბჭოთა კავშირთან და მოკავშირეებთან და ნელ-ნელა იწყება უკან დახევა. და ამ პერიოდში მას სჭირდება დახმარება, რომ თავისი მეუღლე და შვილი გადაიყვანონ უფრო სიღრმეში ულანში თუ სწორად მახსოვს ქალაქში და ამ მისი მნიშვნელობა აქედანაც ჩანს კონსტანტინე დობროვოლსკის გერმანელებისთვის, რომ სპეციალური ბრძანებები არის გაცემული, რომ ამ კაცის ცოლშვილი ეს უნდა დარჩეს დაფარულად, უნდა გადაიყვანონ სიღრმეში, თავად გერმანელები უნდა დაეხმარონ ამაში, ხელი შეუწყორონ ცოლშვილი არ ჩავარდეს მაგალითად საბჭოელების ტყვეობაში. და ეს ხდება 43 წლის თებერვალ-მარტში და შემდეგი ინფორმაცია რაც გვაქვს კონსტანტინე დობროვოლსკის შესახებ არის უკვე მაისში 1943 წლის 25 მაისის დოკუმენტი ყალიბდება მოიერიშე კაზაკების დაჯგუფება სადაც კონსტანტინე დობროვოლსკი ხდება ეს ეკუთვნის მესამე კავალერიის ბრიგადას ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური და არის საკმაოდ დიდი დაჯგუფება ამ შემთხვევაშიც და ამას აქვს მნიშვნელობა ეს დანაყოფი ხან არის ფრონტის წინა ხაზზე, ხან არის შუაში, ხან არის ბოლოში, იმიტომ რომ ფრონტი ამ დროს უკვე მოძრაობს, ანუ საკმაოდ იცვლება ვითარება, დინამიური ვითარება არის, ბოლშევიკები წინ მიდიან და ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს კონსტანტინე დობროვოლსკის შესახებ არის 1944 წლის 24 თებერვლით დათარიღებული, რომ აი ამ ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური ხდება საკავალერიო ეს დანაყოფი ჩანს რომ მონაწილეობს ვარშავის აჯანყების ჩახშობაშიც. აი ამის შემდეგ უკვე კონკრეტული ინფორმაცია თუ რა ემართება კონსტანტინე დობროვოლსკის არ გვაქვს და არ არის გამორიცხული რომ ვარშავის აჯანყების დროს იყოს კიდეც დაღუპული საერთოდ. თუმცა ეს თეორიული ვერსია არის ამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გვაქვს. არ ვიცით რა ბედი ეწია. ხო, საბოლოოდ არ ვიცით რა ბედი, დიდი ალბათობით არის მოკლული, იმიტომ რომ არ ჩანს სხვა დოკუმენტაციაში 1945 წლის დასაწყისში გაზეთებში ჩანს რომ ეძებენ ვიღაცები, მაგრამ არ იძებდნენ მომსიკვალი. ძებნაზე ეხა ბოლშევიკები ხვაჟა ის კონდათ ჯილდო კონდათ იმდენად მნიშვნელოვანი ჯილდო კონდათ ყასაბი იყო ასე რომ ვთქვათ წითლების წინააღმდეგ იქ რომ ყასაბი იყო ოფიციალური მეცახელი კონდა ყასაბი 58 წელს გამოცემულ წიგნშიც კი ეძებენ ჯერ კიდევ ანუ რუსულ წიგნში საინტერესოა ზოგადად მისი ფიგურის აღქმა უკრაინაში თვითონ ანუ რუსულს გამოქვეყნა საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართა მანამდეც აი ბრიტანელ კორესპონდენტი ახსენე თქვათ სახელი ადამიანის ენდრიუ ჯერინგი
კარგი ადამიანი წლებია საქართველოსაც აშუქებს უკრაინას და შემდეგ Daily Mail-ის მთავარი საზღვარგარეთის ჟურნალისტია. და მე დენდი მუშაობდით, თქვენთან მუშაობდით, რა თქმა უნდა და პარალელურად მუშაობდით უკრაინელ ისტორიკოსებთან, რომ გაგვერკვია თავიდან დავიწყეთ მათთან მუშაობა. კონსტანტინე დობროვოლსკის ვინაობის გასარკვევად და საგულისხმო იყო, რომ გამოირიცხა, გაიფილტრა ორი კონსტანტინე დობროვოლსკი, რომელიც ემთხვეოდა ბევრ რაღაცეებში, ავკაცობის ჩადენაში არა, მაგრამ თარიღების მიხედვით ემთხვეოდა, იმიტომ რომ გერმანიაში წასული კონსტანტინე დობროვოლსკი ორი არსებობდა. მაგრამ გაიფილტრა ისინი და მივედით გიორგის დამსახურებით უკვე უყურებთ ფაქტებს სახეში, ნახეთ არქივში ჩანაწერები, ფაქტია რომ ეს კაცია, ხო და უნდა გენახა აბსოლუტური შოკი და რასაც ვთქვათ შეძრწუნება უკრაინელი ისტორიკოსების რომელთან ერთადაც ჩვენ მუშაობდით მათ თქვეს რომ კი ვერ ვიკამათებთ რომ ეს არ არის როგორც ჩანს ის კარგი დობროვოლსკები რომლებიც ჩვენ გვყავდა და გვეგონა არ ყოფილა და შესაბამისად ეს არის მაგრამ ამიტომ მოდი ჩვენ აღარ ვიქნებით ანუ ჩვენი ფიგურირება არ არის საჭირო ხო ჩაეხსნენ ასე ვთქვათ ტერმინები ხმართ და თვითონ უკრაინაში წაი მაგალითად რა ვიყოთ ბანდერას ფიგურა ხო დღემდე არაორაზროვანი დამოკიდებულება ბანდერას ორაზროვანი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ არ არის უკრაინაშიც არავის არ აქვს ანუ სიმპათია ამ ადამიანის მიმართ იმიტომ რომ ეგ განეკუთვნებოდა მიუხედავად იმისა რომ მიზეზები არსებობდა რომელიც შენახსენე რაც რამაც შეიძლება და ებიც გამ ადამიანისთვის იმ საშენელების ჩადენისკენ რაც ჩაიდინა ის განეკუთვნებოდა ადამიანის კატეგორიას რომლის მიმართაც სიმპათია უკრაინაში არავის არ აქვს შემორჩენილი. რა თქმა უნდა და ჯილდო რამდენი ქონდა საბჭოთა კავშირის დაწესებული 50,000 რუბლი რაც გადაყვანილ თანამედროვე ვალუტაში მგონი 200,000 ფუნტია დაახლოებით. ხო წარმოვიდგინეთ ამის თავზე ქონდა სერიოზული ფიგურა იყო რა პირდაპირ შეგვიძლია. ანუ გაუჩნდა მე პირადი ცხოვრებაც ისეთია, ხო? 3 ცოლი ყავდა და ეს შეიძლება 4-იც. ანუ თუ რუსულ წყაროას ბოლომდე მივიდოთ შეიძლება 4-იც ყავდეს, იმიტომ რომ რამდენიმე ადგილზე სახელები არ ემთხვევა. და ესე იგი როცა ფაქტობრივად ბოლოს ჩდება 53 წელს რომ ჩნდება, აი მამამის ის უпроსტად მისი შვილი, უმცროსი კონსტანტინე, ანუ ბლეიზის მამა სულ რამდენიმე თვის არის. რამდენიმე თვის ბავშვი არის, რამდენიმე თვის ბავშვს ამ მესამე ცოლთან ვარვარასთან ერთად გამოარიდებს და მერე თითქოს მათი გზები იყრება. ანუ მათ ერთად ვეღარ ვხედავთ და ნუ შვილსაც თავისი სახელი დაარქვა და წინაცოლებთანაც ყავდა ბავშვები და იქაც თვართები ერთ შვილს მაინც კონსტანტინე დაარქვა იქაც. ორს დაარქვა კონსტანტინე, რაც ანუ ნაციზმზე მეტყველებს. ან წარმოსახვრის უნარის არქონაზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში სასტიკების ჩადენაში არ უჩიოდა წარმოსახვრის უნარის არქონას, ვიცით და გიორგისაც, ანუ თუ გახსოვს, გლავარ არ უწერიათ, ატამანად უწერიათ, როგორც ანუ ყაჩაღების რაზმის ხელმძღვანელს დაარქმევ, ხო? ატამანი. ნუ ახლა უკრაინაში სიტყვა ატამანი ყაჩაღების რაზმის უფროს არ ქვია, ახლა უფრო ის არის. არა, რუსულ წყაროებში უწერიათ ატამანი. რუსულ, ნუ პრინციპში როგორც უკრაინული კონოტაცია ეგრე რა, რომ ჰეტმანი არავის არ დაუძახიან. მაგის თქმა შეიძლება. მოკლედ ესე მთავრდება კონსტანტინე უფროსის ამბავი და ახლა პრინციპში ჩემი კვლევა აქედან დაიწყო. 1947 წელია და ლონდონში ფიქსირდება ქორწინება, რეგისტრირდება ქორწინება დავით მეტრეველს ცოლად მოჰყავს ვარვარა დოლინსკა ლონდონში და მათ ყავთ შვილი დროს რამდენი წლის არის 4 წლის კოსტია 4 წლის კონსტანტინე. ხო მე თავიდან ახლა რო კვლევა რო დავიწყე საერთოდ არ ვიცოდრი ამ უფროსი კონსტანტინეს, ყასაბი კონსტანტინეს არსებობის შესახებ და ნუ თავიდან დავეჭვდი რა რომ ახლა 47-ში თუ მოიყვანა ეგრე 4 წლის შვილი საიდან აყავთ რა მოხდა რაღაც და მე ამ კვლევაში მე გადავედით უკვე უფროს კონსტანტინეს 47 წელს მოჰყავთ ცოლად დავით მეტრეველს ვარვარა დობროვოლსკა რომელიც ამ კონსტანტინეს გვარზე იყო გადასული, მაგრამ თვითონ ვარვარას ესე ქალიშვილობის გვარი არის დოლინსკა.
დოლინსკები არიან და აქ იყო ერთი მომენტი თუ გახსოვთ რომ როგორც ჩანს ვარვარა რომელიც არის დაბადებული 1921 წელს ანუ აი ამ უფროს კონსტანტინეზე დაახლოებით 15 წლით უმცროსია იყო ყმა აი ეს ხო იყო თავადი და ის იყო ყმა თუ ყმა არა ცხოვრობდა მის მიწაზე ხო მის ასე ვთქვათ ხო რაღაც ანუ ეს იყო თავადი და მის მიწაზე იყო გლეხი ქალბატონი ვარვარა და საბოლოო ჯამში ხა ეს რაღაცა ქურწი მესამე ცოლად როგორ აღმოჩნდა მის მესამე ცოლად ეს დაზუსტებით არ ვიცით მაგრამ 1947 წელს შეუღლდება დავით მეტრეველთან მე ახლა მივდივართ ამ დავით მეტრეველთან ვინ არის ბატონი დავითი და აქ უკვე ვიწყებთ ძიებას საბჭოთა არქივებისა ვიწყებთ მის პირად ნაცნობების მოძიებას საცხოვრობდა სად დაიბადა ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოკლედ საბჭოთა წყაროების მიხედვით დავით მიხაილოვიჩ მეტრეველი დაიბადა 1907-9-12 წელს აი ამ ინტერვალში ყირიმში ფეოდოსიაში და არის მიხეილ მეტრეველისა და ანა აბრამოვნას ანუ ანა აბრამოვნას გვარი არ ვიცით ანუ დედამის ერქვა ანა ვაჟი შვილი ესე იგი 1929 წელს ის გაიწვიეს ჯარში და მსახურობდა ჯარში ის მსოფლიო ომს შერხვდა კაპიტნის ჩინში ანუ ეს არ არის რაღაცა რიგითი ოფიცერი არის პრინციპში როცა ტყვეთ ჩავარდა 1942 წელს იყო ბატალიონის უფროსის მოადგილე ხო არ იყო ფლატ პატარა კაცი და უკვე 30-იან წლებში ჩვენ ვიცით მისი პირადი მონაყოლიდან რომელიც მან მოუყვა ერთ ქართველ ემიგრანტს რომ პირადად ლავრენტი ბერია იცნობდა მას და დავით მეტრეველს საკმაოდ ესეთი პოზიტიური და კარგი შტაბ-ეშტილება ჰქონდა. თბილად იხსენებდა ლავრენტი პავლოვიჩს ლონდონში მყოფი დავით მეტრეველი, ანუ რა პოლუსებია, ხო, იქ ის ნაცისტების რაღაცა მთავარი ყასაბი ერთ-ერთი და ეს კიდე ბერიასთან დაახლოებული ახალგაზრდა. თან ცივი ომის დროს უკვე. არა, აი ცივი ომის დროს იხსენებს. ცივი ომის დროს იხსენებს, მაგრამ ბერიას მოსკოვში წასვლამდელ ბერიას იცნობს. მოსკოვში, კი, რა თქმა უნდა. 30 წლების. მთებ გაუშლელ ბერიას. 20, ნუ ახლა საქართველოში იმ დროს ძალიან მთები აქვს უკვე გაშლილი, მაგრამ ხო, საქართველოში მთები აქვს გაშლილი და როგორც ჩანს, ის არის სპორტსმენიც, ხო? იმიტომ რომ მაშინ არმიელობა და ენკავედეშნიკობა, ანუ ენკავედეშნიკობა დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ ნუ არმიელი რო იყო ვიცით და ეს ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებული არის და ჩვენ ხედავთ ეს ერთი სურათიც არის, მეორე სურათიც გვაქვს მისი ბოქსიერობისა და 1941 წელს თუ ნუ 30-იანების ბოლოს ალბათ უფრო, ხო, ვიდრე ომის დაწყებამდე 41 წელს არა. 30-იანების ბოლოს 39-ში, 40-ში შეიძლება ის შედის სამხატვრო აკადემიაში. და მისი კურსელი არის ცნობილი ქართველი მხატვარი ნათელა ღიბრაძე, თელი ღიბრაძე იყო მისი თანაკურსელი და მეგობარი და ის იხსენებდა, თელი ღიბრაძე იხსენებდა, რომ დოდიკი, ანუ დავით მეტრეველი იყო ჩვენზე 10 წლით უფროსი. იმიტომ რომ ეხლა ეს რო სამხატვრო აკადემიაში შევიდა, მაგ დროს უკვე 30 წელს იყო გადაცილებული. 32-ის იქნებოდა თუ 39-ში შევიდა პირობითი. ხო, თუ თქვა 1900 დაუშვოთ, რომ 1907 წელს დაიბადა, არა 1911-12-ში. საინტერესო რატო შევიდა, მაგრამ უნიჭად რო არ შესულა ვიცით, იმიტომ რომ მე ვნახავთ მის მიერ შესრულებულ უკვე ბრიტანეთში კარიკატურებს ალბათ ახსენებთ და ყოველ შემთხვევაში შეხეტებული ადამიანი არ იყო. კადრობის ნიჭი ხო. სამხედრო რაღაცა ცოტა კიტოვანის ვაიბები არის. თან მოქანდაკე მხატვარი და თან ეს რა და თან ბერიას მიმართ სიმპათიებით განწყობილი. ხო. და შემდეგ გაიწვევენ
ომში 1951 წლიდანვე არის ომში, ღებულობს მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში და 1900 აი ხა უნდა წავიკითხო უბრალოდ 1952 წლის 22-დან 27 მაისამდეა დაკარგული ხარკოვთან. ხო, ტყვეთარი ჩავარდნილი ხარკოვთან. ის ესე იგი მსახურობდა 334-й стрелковый полк, 47-й стрелковой дивизии, 98-й медико-санитарный батальон. ესე იგი 334 მსროლელი პოლკი, რომელიც მიეკუთვნებოდა 57-ე მსროლელ დივიზიას და აქ იყო 98-ე სამედიცინო სანიტარული ბატალიონი. ამ ბატალიონის უფროსის მოადგილე იყო ბატონი დავით მეტრეველი. და შემდეგ თითქოს ქრება ეს კაცი და აღმოჩნდება, 47 წელს აღმოაჩენთ ბრიტანეთში, მაგრამ რას აკეთებს ამ 5 წლის განმავლობაში. და ჩვენ გვაქვს რუსების ბრალდება, რომ ის აუშვიცში, ამ საკონცენტრაციო სიკვდილის ბანაკში მუშაობდაო გერმანელებზეო და აი ეს უნდა გადაგვემოწმებინა და აქ მივმართეთ ისევ გიორგის, ხო? და გიორგი უნდა მოგვიყვება. ერთ დაზუსტებას გავაკეთებ, რუსების ბრალდება არის, რომ არა საკონცენტრაციო ბანაკში, არამედ აუშვიცთან იყო გადამამზადებელი ბანაკი კავკასიელების, რომლებიც იქ თანამშრომლობდნენ. ხო. და რომ ვითომ იქ რადისტად მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში თანამშრომლობდა ასე თუ ისე, როგორც არის ნაცისტებთან. ხო, მაგრამ აუშვიცი ჩაწერეს, იმიტომ რომ დაემძიმებინათ. რომ დაემძიმებინათ ეს ამბავი. მაგრამ ჩვენ შევამოწმეთ თუ სად არის დავით მეტრეველი ამ პერიოდში და ეს რომ ყოფილიყო იქ, უნდა ფიქსირდებოდეს სადმე გერმანულ სამხედრო არქივებში, ასეთ რამე არ მოხდა და შემდეგ ვნახეთ ასეთი ინფორმაცია, რომ გერმანიაში ამ დროს ცხოვრობს და უკვე 10 წლეულების განმავლობაში საქმიანობს ასეთი კაცი, არჩილ მეტრეველი, რომელიც არის პირველი მსოფლიო ომის წლებიდან მოყოლებული, დაახლოებით 30 წელი არის, უკვე ამ დროს ცხოვრობს გერმანიაში, ყავს გერმანელი ცოლი და მას აქვს საგამომცემლო სახლი ჯერ ბავარიაში, სანამ მიუნხენში ცხოვრობს და შემდეგ ომის დაწყების შემდეგ გადადის ცოლთან ერთად ბერლინში და იქ გამოსცემს გაზეთ საქართველოს. გაზეთი საქართველო არის ქართული ლეგიონის მხარდამჭერი პრესა. ქართული ლეგიონი არის ის დაჯგუფება, რომელიც ყოფილი წითელ არმიელებისგან ჩამოყალიბდა გერმანელების მხარეს, ყოფი ქართველების მიერ და ისინი გადამზადების შემდეგ ომობენ გერმანელების მხარეს წითელი არმიის წინააღმდეგ. და ამ პრესას გამოსცემს არჩილ მეტრეველი. არჩილ მეტრეველი ბინაში 1953 წლის 12 თებერვლიდან ჩნდება დავით დოდიკ მეტრეველი, ჩვენი ნაცნობი და შესაბამისად ის აუშვიცში, ოსვენციმში ვერანაირად ვერ იქნება, ბერლინში არის ჩაწერილი 1953 წლის თებერვლიდან. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მას ესაჭიროება ხო, ჯერ რატომ არის ჩაწერილი, ხო? მათ აქვთ ნათესაური კავშირი ერთმანეთთან. არის ინფორმაცია, რომ შეიძლება დავითის მამას ჰქონდა რაღაც კავშირი არჩილ მეტრეველთან. ჩვენ ეს 100%-ით არ შეგვიძლია ვთქვათ ზუსტად რა სახის არჩილი არის დავითზე, რომ დავაზუსტოთ, არჩილი არის დავითზე ერთი თაობით უფროსი. კი, არჩილი არის დაბადებული 1888 წელს, ხოლო დავითი 1907-დან 11-ამდე, სადაც 20 წლიანი სხვაობა არის. კი. და გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი მამები შეიძლება ყოფილიყვნენ ასე რომ ვთქვათ ახლო ურთიერთობაში და ამის გამო გადაარჩინა, თუმცა ასე ზუსტად მიზეზს ვერ ვიტყვით რის გამო გადაარჩინა, ზოგადად ნათესაობის გამო.
ეს შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ არჩილ მეტრეველი აშკარად ზრუნავდა თავის მოგვარეებზე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა მეტრეველიც იყო, შალვა მეტრეველიც არის მის ბინაზე ჩაწერილი ამავე პერიოდში და რომელიც ასევე დასაქმებული ყავდა თავის გაზეთ საქართველოში სტატიებს წერდა, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ დავით დოდიკ მეტრეველი არის უფრო სკულპტორი, შესაძლებელი არის ის დასაქმებული ყოლოდა სხვა ფორმით. თუმცა ამასაც სკულპტორი და მხატვარი. სკულპტორი და მხატვარი და შეიძლება მას იყენებდა ვთქვათ გაზეთის გამოცემის საქმეში სხვადასხვა ფორმით, ან კარიკატურაზე, ან უბრალოდ აი ბეჭდავად და ასეთი. მაგრამ ჩვენ გვაქვს, ანუ წიგნი გვაქვს გამოცემული აი ამ გამოცემლობაში ასევე პროპაგანდისტული თვალსაზრისით. ეს არის სიმღერები ქართული ლეგიონის. ხო, სადაც არის ნახატები და სხვათა შორის ერთი რაღაცა უნდა აღვნიშნოთ და ამაზე მეტი შეგიძლია თქვა გიორგი, რომ რადგანაც ეხლა ამ ხალხს, ვინც ქართულ ლეგიონში არის, ვინც გერმანელების მხარეს არის, ხო, საქართველოში ოჯახები ყავს, ახლობლები ყავს, შეიძლება ვიღაცა ტყვედ ჩავარდეს რაღაცა, ამიტომ ამ გაზეთში კორესპონდენტების, სტატიების ავტორების სახელები არ იწერება და იმ წიგნშიც, აი ქართული სიმღერების წიგნშიც არის ფსევდონიმები და ეს ფსევდონიმები ჩვენ გავშიფრეთ ზოგიერთი, მაგალითად ერთი არის ესე იგი გაიოს მაღლაკელიძე, შალვა მაღლაკელიძის ვაჟი, გაი აკაურისძე თუ რაღაცა ეგეთი ფსევდონიმით არის, ხოლო ეს მეორე ფსევდონიმი, რომელიც ამ გამომცემლებში არის და აი სავარაუდოდ ნახატების ავტორია, დავით მიხეილის ძე. ანუ ეს ხო დავით მეტრეველი და თან კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია, რომ 1953 წელს არის მარტო. დავით მიხეილის ძის ნახატები სხვა წლებში არ არის. მხოლოდ 53 წლის წიგნში არის. ანუ როდესაც ეს ნამდვილად ბერლინშია, ბერლინში არის და ნამდვილად არჩილ მეტრეველთან არის. მოკლედ მისი ნახატები არის. ეხლა ორი სიტყვა ამ გაზეთ საქართველოსაც რო ვთქვათ, ყველამ შეიძლება არ იცოდეს რა ტიპის გაზეთი არის, ანუ რა შინაარსს გამოსცემენ და თუნდაც ის წიგნი, რაზეც ეხლა ეს დავით მეტრეველიც ურევია, რა საქმეს აკეთებს ეს ხალხი? გაზეთი საქართველო არის პრესა, რომელიც გამოდის ქართული ლეგიონის მხარდასაჭერად. ასე ვთქვათ, ეს პრესა გამოიცემა ქართულ ენაზე, მისი გამომცემელი არის შალვა მაღლაკელიძის შვილი, გაიოს მაღლაკელიძე. არჩილ მეტრეველზე როდესაც ვთქვით გამომცემელი, გულისხმობთ, რომ აი ტექნიკურ საქმეს ასრულებს რა, ბეჭდავი, ასე ვთქვათ, საგამომცემლო სახლი არის არჩილ მეტრეველის და თვითონ ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებს გაიოს მაღლაკელიძე და კიდევ იქ სხვა ხალხი არის დავით მარჯანიშვილი და ასე შემდეგ. ისინი მათი მიზანი არის, რომ ქართველ ლეგიონერებს მიაწოდონ ინფორმაცია ომში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ბუნებრივია ამას აქვს პროპაგანდისტული ელემენტიც, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ მუხტი აწიონ, ანუ გერმანიის გამარჯვებაში დაარწმუნონ ეს ქართველი ლეგიონერები და ამ გაზეთის გამოცემა მიმდინარეობს მთელი ომის მანძილზე, თითქმის 1945 წლის მაისის დასაწყისში გამოვიდა, როგორც მახსოვს, უკანასკნელი ნომერი. ანუ ამ გაზეთის ფუნქცია ასე გამოიყურება. ხო და იქ ანუ შინაარსობრივად თქვათ არის საქართველოს ისტორიაზე სტატიები, ძალიან მაღალი ხარისხის და ანუ ეხა არის რასაკურველია ეს ნაცისტური პროპაგანდა, ფიურერი ყველაზე ზრუნავს და რა კარგია გერმანულ ჯარში სამსახური და სხვა, მაგრამ ამის იქით თქვათ საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე და რაღაცებს საკმაოდ ხარისხიანი. გრიგოლ რობაქიძის წერილები არის შიგნით დაბეჭდილი მაგალითად და არის სხვადასხვა ისტორიული ხასიათის სტატიები თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე, საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე და ესეთი ძალიან საინტერესო წასაკითხი არის დღესაც კი. მაგრამ ეს ხალხი ახლა ერთიც უნდა აღვნიშნოთ რა, რომ ვინც იქ ლეგიონში გადავიდა საბჭოთა ჯარისკაცები, აი დავით მეტრეველის მსგავსი, ვინც შემდეგ ლეგიონის შემადგენლობაში გადავიდა, ან თუნდაც ამ პროპაგანდაში მუშაობდა, მათთვის ეს იყო რაცა იდეოლოგიის საკითხი ხშირად არ ყოფილა, უხშირად შემთხვევაში ეს იყო გადარჩენის საკითხი. ხო, იმიტომ რომ სხვათა შორის სტალინი ხო ამ ტყვეებს არ ცვლიდა, ხო, ანუ მას საბჭოთა ტყვეები არ აინტერესებდა და თუ თქვათ გერმანელები ბრიტანელ და ამერიკელ ტყვეებს უფრო ნორმალურად ექცეოდნენ, იმიტომ რომ
ნაცვალგების პრინციპით შემდეგ ამერიკელები და გერმანელები და ბრიტანელებიც ნორმალურად მოქცეოდნენ გერმანელ ტყვეებს და ესე გაეცვალათ. ეს ინტერესი გერმანელებს საბჭოთა ტყვეებისადმი არ ჰქონდათ. იმიტომ რომ სტალინი მათ ტყვეებს არ უსვლიდა და შესაბამისად საბჭოთა წითელარმიელი ტყვე გერმანულ ბანაკში უდიდეს წილად იყო განწერული სიკვდილისთვის. შიმშილით სიკვდილისთვის თუ სხვა ფორმით სიკვდილისთვის ან რაღაცა ასეთი. ამიტომ თავის გადასარჩენად თითქმის ერთადერთი საშუალება იყო, რომ იმ ლეგიონში ჩაწერილი იყვნენ და ასე ეცადათ ბედი, ხო? თან ეს არ არის რაღაც გამონაკლისის შემთხვევა დოდიკ მეტრეველის, იმიტომ რომ ამაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს იყო მასიური. მხოლოდ საქართველოსდან ჩამოყალიბდა, ანუ ეთნიკური ქართველებისგან 13 ბატალიონი. მეორე მსოფლიო ომის დროს და საერთო რაოდენობა გადასული ანუ იმ ადამიანებისა, ვინც გერმანელების მხარეს გადავიდა, არის 35000. თუ საერთო ჯამში ავიღებთ ცენტრალურ აზიელებს და რუსებს, უკრაინელებს, ვინც ანუ საბჭოთა კავშირიდან საერთო ჯამი ვინც გადავიდა გერმანელების მხარეს და რაღაც ფორმით ითანამშრომლა, ციფრი ადის 1 მილიონამდე. ანუ ეს არის მასიური მოვლენა, განსაკუთრებით აი, როდესაც დოდიკი გადადის 42 წლის დასაწყისში, აქ გერმანელები ისევ კარგ ფორმაში არიან, ასე რომ ვთქვათ და წარმატების იმედი აქვს ყველას. ხო, ესე პრინციპში 35000 ქართველი იბრძოდა გერმანელების მხარეს, რაც უფრო მეტი არის, ბევრად მეტი, ვიდრე 21 წელს საქართველოს დამცველთა რიგები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, უფრო მეტი, ვიდრე აფხაზეთის ომის დროს საქართველოს მხარეს მებრძოლები, უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს შეერაღებული ძალები ყავს დღეს, ხო, ეს ძალიან დიდი რაოდენობა არის 35000 კაცი და თან ახლა ამ არჩილის ნათესაობით დოდიკს გაუმართლა, უფრო ჰუმანისტურ ადგილზე მოხვდა, ნაცვლად ამ სანგარში ზომისა და კაცისყვლისა, ხო, პრესაში დასაქმდა. ხაზი უნდა გაუსვათ, რომ მას საბრძოლო მოქმედებებში არ ჩანს, რომ მონაწილეობა აქვს. ნაცისტების მხარეს არ მიუღია თორე ახლა საბჭოთა გერმანელების მხარეს. ხო. და მე უკვე მოდის 45 წელი მარტს ხდება ნაცისტური გერმანია და აი აქაც ვხედავთ მოგონებებში დავითის კვალს, ხო? 1944 წელს უკვე სიტუაცია ძალიან მძიმდება და არჩილ მეტრეველის ოჯახი ბერლინიდან მიდის, გაზეთის გამოცემა გრძელდება, მაგრამ სხვები აკეთებენ ამ სამუშაოს. სავარაუდოდ დავით მეტრეველსაც მოუწევს წასვლა, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია ამ წელზე არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უკვე 45 წელზე. და რა მომენტში ეს არ უკვე ომის ბოლო, აპრილი და ამაში ძალიან დაგვეხმარა ქართველი ემიგრანტის, ასევე მებრძოლი ემიგრანტის მიხეილ ქავთარაძის მემუარი, რომელიც ჩამოთვლის ადამიანებს, საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელსაც ის იტალიაში ყოფნის დროს შეხვდა 1945 წლის აპრილში და მან უდინესთან, ქალაქი უდინე, ეს არის ჩრდილოეთ იტალიაში, ნახა ქართველების ჯგუფი და მათთან ერთად დოდეკიც და ჯერ ვთქვათ, რატომ არიან ეს ქართველები აქ? იმ ქართველების ჯგუფები, რომლებიც გერმანელებთან თანამშრომლობდნენ, როზენბერგის ბრძანებით, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, მათ რომ არ ჩავარდნოდენ ტყვედ საბჭოელებს, გადაიყვანეს ჩრდილოეთ იტალიაში. ამ პერიოდში ჯერ იქ არ არიან შესული მოკავშირეები. და შესაბამისად იქიდან უფრო მეტი შანსი აქვს, როგორც ჩანს, ზღვის გზით რომ გაიქცნენ სადმე ან ასე შემდეგ. და მათ შორის არის დოდიკ მეტრეველიც, სავარაუდოდ აქაც ალბათ არჩილის როლი შეიძლება დავინახოთ, რომელიც დაეხმარა აი ამ სიაში მოსახვედრად. ერთი ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირში მისი დაბრუნება არაფრით არ შეიძლება, ნაცისტებთან უკვე ნამუშევარი არის და მას დახვეტავენ ეგრევე და ამიტომ ის გასაქცევია წესიერ ქვეყანაში. კი. და შემდეგ უკვე ამის შემდეგი ინფორმაცია გვაქვს უკვე მის შესახებ, როდესაც ის არის ბრიტანეთში. 1947 კი, მაგრამ ჩვენ იგივე მიხეილ ქავთარაძის მემუარიდან გვაქვს ჩამონათვალი, აი სავარაუდოდ შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ ხდება ის ბრიტანეთში. აქ არიან პოლონეთიდან ჩამოსულ ქალებსაც ახსენებს სხვათა შორის იგივე ჩანაწერში. არ არის გამორიცხული, რომ აი ეს შეხვედრა პირველი ვარვარასთან, რომელიც მისი მეუღლე ხდება შემდეგ,
აი აქ იყოს მომხდარი. იტალიაში. ან იტალიაშია ეს მომხდარი დიდი ალბათობით, ან ნახევარზე, ან უშუალოდ ბრიტანეთში შემდეგ. კი. ბრიტანეთში, იმიტომ რომ ესე იგი მის მისამართად ბრიტანეთში ვარვარას მისამართად ბრიტანეთში წერია პოლონელ ტყვეთა ბანაკი. კი. და ბრიტანელების ხაზგასმით დადებითი დამოკიდებულება პოლონელების მიმართ იმ დროს ხელს შეუწყობდა დავითსაც თუ უკვე ბარბარას იცნობს და ერთად მიდიან, უფრო მარტივია მისთვის ბრიტანეთში თავშესაფრის მიღება, ასე ვთქვათ, ამ ხაზის გადასვლა. ანუ თუ იტალიაში ხვდებიან, ეს უკვე ხსნის ძალიან ბევრ ბუნდოვან დეტალს, როგორ მოხვდა ის ბრიტანეთში. პრინციპში ეს ხო რატომ მიიღეს? ის არის საკმაოდ ინტიმური თემაა, ხო, ეხლა თავის მეუღლეს სად შეხვდა, ამისი არქივებით პოვნა ცოტა რთულია. ამის შესახებ ეხლა ზუსტი ინფორმაცია ეცოდინება მხოლოდ ბლეიზის მამას, ალბათ და მის საოჯახო არქივში შეიძლება იყოს კონკრეტული მასალა ამის თავად. ბლეიზი ამას ჩვენ არ გვეტყვის. დიდი ალბათობით. ხო და შემდეგ რო შეულდებიან, ხო 47 წელს ეს უკვე ჩვენ ვიცით და აქედან მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ისტორიის არაჩვეულებრივ პოლონელ ახალგაზრდა მკვლევარს დიანა ზადურას. დიანამ ინტერვიუები ჩამოართვა, ესე იგი პოლონეთში ხო მსახურობდნენ ქართველი სამხედროები და იყო იქ ვიტალი უგრეხელიძე და ვიტალი უგრეხელიძის ქალიშვილს სევდია დარეჯან სევდია დარეჯან უგრეხელიძეს ჩამოართვა ინტერვიუები და აი აღმოჩნდა რომ 40-იანი წლების აი შუა ხანებში, როცა ახალშასულები არიან, ვარვარა და დავით მეტრეველი ბინას იყოფენ, ანუ ერთად იყიდეს ბინას იყოფენ ვიტალი უგრეხელიძის ოჯახთან და ყიფიანის ოჯახთან, თუმცა მათ არ ჩამოუყალიბდათ კარგი ურთიერთობა და შემდეგ მათი გზები გაიყარა. ამის შემდეგ ასევე დიანასგან ვიცით ჩვენ ინფორმაცია და მოგვაწოდა შესაბამისი მასალები. დავით მეტრეველი იწყებს ბიზნესს ბრიტანეთში, აი 1951 წლის ეს პოსტერები გვაქვს ამისი. საღეჭი რეზინების, აი ქართულად ნაკლეიკა როგორ არის? კი ბატონო, მარკა. ნაკლეი, ხო, ნუ ყველა გაიგებს რა. ხო. ანუ ნაკლეიკიანი საღეჭი რეზინების გამოშვებას მაიერი და მეტრეველი. ესენი არიან აი ამ საღეჭი რეზინის მწარმოებლები და ეს ნაკლეიკები იყო ჰოლივუდის ვარსკვლავების პორტრეტები და სხვადასხვა არა მარტო, იყო ჰოლივუდის ვარსკვლავების პორტრეტებიც და იყო აშკარად დავითის, ასე ვთქვათ, ხელოვანმა წარსულმა იგზალა მასში და აშკარად თვითონ ან თავის თანამოაზრეს კიდევ ახატინებდა. არის კარიკატურები, სადაც აშკარად იკითხება ქართული ხალხური ზღაპრების ინსპირაცია, ანუ ყავს დევიდა ხატული კოსმონავტის სკაფანდრით და ასე შემდეგ და საკმაოდ ისეთი ავანგარდული ნაკლეიკებია ნახატები და ძალიან სასაცილო სტატია არსებობს ინდონეზიურ ბრიტანულ პრესაში. უჩივიან მშობლები, რომ ეს რა უცნაურობა მოაქვთ ჩვენ ბასახში ბავშვებსო, ეს რა არისო და დავითი და რამდენიმე ხელოვანიც გამოესარჩლებიან დავით საკმაოდ წარმატებით იცავენ მის კრეატიულ, ასე ვთქვათ, მიდგომას ამ საკითხს, რომ ეს ჯობია ვიდრე დაშტამპული ამერიკული რაღაცა ნახატები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო აშკარად ეტყობა კარგი ნიჭიერი კარიკატურისტის ხელის, ანუ ავთენტური თავისი თვალით დანახული ეტყობა ცოტა ესეთი გდალის ზეგავლენა ეტყობა დიდულვაშებიანი, ასე ვთქვათ, ხალხია და ასე შემდეგ. რამდენად წარმატებული იყო დავითის business venture, ასე ვთქვათ, არ ვიცი, საკმაო რაოდენობა ხნის განმავლობაში იარსება. მაგრამ სხვა ბიზნეს წარმოწება აღმოჩნდება უკიდურესად წარმატებული და ამაზეც ალბათ შენეთქვი როგორ შემდეგ უკვე ისევ ხელოვნების დარგში ამდენად სკულპტურაში ბრუნდება და ფულს შეულობს უინსტონ ჩერჩილის ბიუსტების კეთებით. ხო, რაც
ანუ აი ეს მაგიდაზე დასადგმელი ეს დიდი ბიუსტები რო არ წარმოვიდგინოთ, აი პაპიერ მაშ. მაგიდაზე დასადგმელი პატარა ესენი რო არის, ბიუსტები რო არის, უინსტონ ჩერჩილის ამ ბიუსტებს აკეთებს. მაგრამ რა ხდება იცი რომ ამ ხალხს კაი გვიანობამდე მოქალაქეობა არ აქვს. აი კონსტანტინე მეტრეველი, მისი შვილობილი, რომელსაც საკუთარი გვარი მისცა, ნატურალიზაციას გადის, ანუ ბრიტანეთის მოქალაქეობას იღებს მხოლოდ 1966 წელს, ანუ დავითის 20 წლის შემდეგ. ხო, ბრიტანეთის ჩასვლიდან 20 წლის შემდეგ. 66 წელს იღებს ეს კონსტანტინე მოქალაქეობას და ესე იგი 67 წელს, ანუ შემდეგ წელიწადს ცოლად ირთავს, ანუ კონსტანტინე ბლეიზის მამაზე გვაქვს საუბარი. 67 წელს კონსტანტინე ცოლად ითხოვს ასევე უბრალოდ კონსტანტინე ცოლად ითხოვს ბლეიზის დედას, ანა ბორკოვსკას, რომელიც ასევე პოლონური წარმოშობის. ასევე პოლონური წარმოშობის არის. თავად ბლეიზს ხა აი ესენიც უნდა ვნახოთ. ყავს დაძმა, ну მინიმუმ 2 ვიცით, შეიძლება მე-3-მეც ყავდეს. დემა ფლორენტინა მეტრეველი, რომელიც არის 1970 წელს დაბადებული, კოსტენ ბლუმეტრეველი, რომელიც არის 1972 წელს დაბადებული. და მე მგონი კიდე ერთი ყავთ, ერთი დედმამიშვილი, უბრალოდ იმისი ვინაობა ვერ დავუდგინე, მაგრამ არ ვარ ამაში დარწმუნებული. თვითონ ბლეიზ მეტრეველი არის 1977 წლის 30 ივლისს დაბადებული. ანუ დღევანდელი მდგომარეობით ის არის 48 წლის. ბლეიზ მეტრეველს ყავს 2 შვილი. ესე იგი ეს არის ფინიან კონორ მეტრეველი 2000 წელს დაბადებული და საშა ფლორენს მეტრეველი 2002 წელს დაბადებული. როგორც იქნა წდება ოჯახში კონსტანტინეს დარქმევის ტრადიცია. მაგრამ საშა ასევე სლავური კონოტაციის მატარებელი სახელი არის და როგორც ჩანს საშა შეიძლება იყოს ალექსანდრეც. არა, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ალექსანდრეს საშათ კონვერტირება რუსული თემა. ხო, რუსული თემა არის. როგორც ჩანს, ეს არ გამქრალა და თვითონ ბლეიზ მეტრეველსაც ბიოგრაფიაში უწერია, რომ რუსული ენის კურსები აქვს გავლილი. მაგრამ აქ საინტერესო რა არის, რომ ეს, ანუ მეუღლე არ ჩანს ბლეიზის და ორივე ბავშვი არის მეტრეველის გვარზე. ხო, ანუ ბლეიზ მეტრეველის ბავშვები არიან მეტრეველის გვარზე. კარგით, რომ დაუბრუნდეთ ახლა ისევ დავით მეტრეველს. აი აქ შემოდის ძალიან ისეთი რომანტიული ისტორია ამ ძებნაში. ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთი მემუარები, რომლის შესახებაც მინდა რომ ვაჟამ მოგვიყვეს, იმიტომ რომ მე ინტერვიუ ჩაწერა დამატებით ამ მემუარებთან ერთად. გადავდე ისტორიკოსებს, ასე ვთქვათ, პერგამენტებს და მოვირგებთ უფრო საღამოს რადიოს, ასე ვთქვათ, განწყობა მოვირგოთ. ეს ქალბატონი არის ტერეზა მირზოიანი, ცნობილი სომეხი მოქანდაკე. ერთი შამს უკან რომ არის ქალბატონი. ერთი შეხედვით არანაირი კავშირი არ უნდა ქონდეს დავით მეტრეველთან. არის ინტელიგენციის წარმომადგენელი, მამაც ცნობილი, ასე ვთქვათ, ხელოვანი, შეძლებული ოჯახიდან. და ხდება ისე, რომ სწორედ მაშინ, როდესაც დავით მეტრეველი სწავლობს სამხატვრო აკადემიაში თბილისში, ქალბატონი ტერეზაც მისი კურსელია და უგონოდ უყვარდება დავითი და თუ ქალბატონი ტერეზას ჩანაწერებს ვერწმუნებით და მიზეზი არ გვაქვს რომ ვერწმუნოთ, მისი სიყვარული უპასუხოდ არ დარჩენილა დავითიც საკმაოდ ღრმად იყო ჩაფლული გრძნობებში. ისინი ხვდებიან ერთმანეთს მანამ სანამ დავითს არ მოუხმობს მსოფლიო ომში, ანუ გაწევა არ მოუვა. ტერეზასთვის ეს არის წარმოუდგენლად დიდი ტრაგედია. ეს არის სიყვარული, რომელსაც ის წლების მერე იხსენებს როგორც თავის ცხოვრების მთავარ სიყვარულს, დამანგრეველი გრძნობების მქონე გამოცდილება. ის აცილებს დავითს,
ტირილით, გრძნობებით და ასე შემდეგ იხსენებს იმასაც, რომ აცვია წითელი კაბა ამ დროს. დავითი რომანტიკული რომანების საუკეთესო ტრადიციებით ეუბნება, რომ შესაძ დაუბრუნდები ასევე ეს წითელი კაბა კეცვას არის და ატანს ამ რას ყოვს. ატანს ვერცხლის ყოვს, რომელიც გაჩნდა მაშინ შუქეს და თილისმათ ქონდა, იღბლის მომტანაც და მე ესეთი სევდით ამბობს, რომ მთელი ჩემი იღბალი და ყისმათი, ასე ვთქვათ, მას გავატანეო და საკუთარ შვილთან საუბარში იხსენებს თურმე მიდის დავითი გზავნის წერილებს. ხშირად გზავნის წერილებს, ტერეზაც რა თქმა უნდა პასუხობს. ჩვენ მესაუბრეთ ტერეზას ქალიშვილს, ქალბატონ ანოშ არაკელიანს, რომელიც ასევე ხელოვანია. წერილები არის გზნობებით სავსე, ისინი ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ერთი პერიოდი წდება წერილები, ტერეზა ნერვიულობს, არის დრამატული ეპიზოდები, როგორ განიცდის და ასე შემდეგ. შემდეგ მოდის წერილი, ისევ მას უჩნდება იმედები. არის რამდენიმე ეპიზოდი, რაზედაც ახლა არ დავწვრილმანდებით, იმიტომ რომ რასაც სასიყვარულო რომანების ეპიზოდებია და მგონი არ არის უკვე ამ პოდკასტის უშუალო ფოკუსი, შემდეგ წაიკითხავენ სტატიაში ალბათ. მაგრამ შემდეგ მოდის ტრაგიკული ამბავი, რომ დავითი დოდიკი გაუჩინარდა. და ტყვედ ჩავარდა, ტერეზა რა თქმა უნდა ფიქრობს ყველაზე ცუდს, ფიქრობს რომ მორჩა. ის აგზელე ამთავრებს სამხატვრო აკადემიას, ამთავრებს მას წარჩინებით, ხდება წლების განმავლობაში სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, აღიარებული სკულპტორი, იკეთებს არაჩვეულებრივ კარიერას, ვერ იწყავს პირად ცხოვრებას, თხოვდება, გააჩენს შვილს, მაგრამ მალევე ცილდება ქმარს და დავითის აჩრდილი ყოველ შემთხვევაში მის პირად ცხოვრებას, ეს მისი მონატრება სულ თამსდებს, როგორც მისი ქალიშვილი იხსენებს ჩვენთან საუბარში. შემდეგ 60-იანი წლები ასე გადაევლის, 80-იანი წლებია, ცოტათი შერბილდა, ასე ვთქვათ, რკინისფარდა, მზის შუქებმა ოდნავ შემოატანა, გასვლა მოსახერხებელი გახდა, მოხერხებადი გახდა და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალს აქვს უზარმაზარი წონა თავის ქვეყანაში, სომხეთში ის ხდება ერთ-ერთი იმ იშვიათი ადამიანთაგანი, რომელთაც უფლება ეძლევა წავიდეს ბრიტანეთში სხვა ხელოვნებთან ერთად. მანამდე ჩამოდის მათი კიდევ ერთი კურსელი, რომელიც მანამდე იყო ბრიტანეთში და იფიცება, რომ მეტროში ნახა დოდიკი. მეტროში ნახა დოდიკი, როგორ არის დარწმუნებული არის იმიტომ, რომ ხელზე ქონდა ზუსტად ის ნაიარევი, რომელიც ქონდა დოდიკს. და როცა გამოეცნაურა, დოდიკი ჯერ უარობს, რომ არ არის დოდიკი და შემდეგ ტყდება. რა თქმა უნდა, საბჭოთა აგენტი გონია ეს და რა თქმა უნდა, დაზაფრულია და შემდეგ ტყდება და ეუბნება, რომ ამ ადამიანს ჩამოაქვს ამბავი ტერეზასთვის, ტერეზა წრიალებს, კარგავს მოსვენებას, თვითონაც მალევე აღმოჩნდება იმ ჯგუფში, რომელიც მედის ბრიტანეთში, ჩადის ბრიტანეთში, ლონდონში ციებ ცხელებით, როგორც თვითონვე იხსენებს, ეძებს სატელეფონო დაფტერში მეტრეოს, ბევრი ძებნა დიდი ალბათობით არ დაჭირდება და რამდენი მეტრეველი იქნებოდა ლონდონში, პოულობს და ურეკავს. იღებს დოდიკი, კითხულობს ვინ ესაუბრება, ეუბნება ტერესა და ის მისიქნას ამარისებული დუმილი შემდეგ ამოღერღავს, რომ სად ხარ? აქა და აქ ვარ ემბასი ჰოტელში იყო. ჯაჭვი სასტუმროების ქსელი. სასტუმროების მოვდივარ ეს ლაკონურ პასუხს. ნახულობს იმ დღეს, ნახულობს ჯგუფსაც, მიიწვევს მათ სახლში და სახლში ხდება ვინ? ბარბარა. სახლში ხდება ბარბარა თავისი პატარა ბავშვით, პატარა კონსტანტინეთი. ჩანაწერებში იხსენებს, რომ ეს ქალი, სახელი არ უწერია რასაც, ეს ქალი ძალიან ნერვიულობდა ჩვენ დანახვაზე, აშკარად ეჭვიანობდა, გახდა ცუდად, ამიტომ ჩვენ მალევე წამოვედით. ახლა საინტერესო ჩვენი პოდკასტის ეპიზოდისთვის არის ის, რას ეუბნება დავითი, ვინ არის ბარბარა, ხო?
თუ ასეთი რომეო და ჯულიეტას მაგვარი ყოვლისმომცველი რომანი ქონდათ, საიდან აღმოცენდა, ისაც გათხოვდა, იმანაც ვიღაცა ეუბნება ასეთ რამეს. რა ბედი ეწია 42 წელს რატო გაუჩინარდა და რატო აღმოცენდა მერე უცებ რატო გამოჩნდა ბრიტანეთში. ეუბნება რომ ჩავარდა ტყვედ და უპირებდნენ სიკვდილით დასჯას, მაგრამ გადაარჩინა ბიძაშვილმა, რომელმაც ბოლო მომენტში შემოერბინა ყვირილით არ გაბედოთ, არ დახვიტოთ და ასე შემდეგ. ახლა რამდენად სარწმუნოა ეს რომ მართლა ბოლო მომენტში გადაარჩინეს ან ბოლო მომენტში შემოირბინა იმ ბიძაშვილმა ან ზუსტად ბიძაშვილი იყო თუ არა, მაგრამ ამბობს რომ მეტრეველი იყო ისიც გვქონდა, ეს შეიძლება ყოფილიყო არჩილი, შეიძლება ყოფილიყო შალვა, იქიდან გამდინარე რომ ბიძაშვილი საკმაოდ ისეთ ფართო ტერმინია საქართველოში და გარე ბიძაშვილიც რო ყოფილიყო, საერთოდ ეთყოდა რომ ბიძაშვილია. ერთი რამ რაც ალბათ ქალბატონ ანუშს არ მოეწონება, რას თუ მოусმენს ამ პოდკასტს შემდეგ არის ის რომ იკვეთება რომ ტყუილი ალბათ ცოტა უხეში და ბოროტული ნათქვამი, მაგრამ რაღაცებს ასე ვთქვათ აბუქებს, ალამაზებს, ანუ არტისტულ ლიცენზიას იყენებს ის, რა ქვია. დავითი მაგალითად მაიორის რანგში წარმოადგენს თავს უკვე ბრიტანეთში რომ მაიორის რანგამდე დასლუჟილს. არა კაპიტანი იყო სინამდვილეში, ერთი რანგით უფრო დაბალი. სინამდვილეში კაპიტანი იყო, კი. ეს მონაკვეთიც რომ ბიძაშვილმა ბოლო მომენტში გადაარჩინა, გილიოტინასთან მისული, სავარაუდოდ, ასე ვთქვათ, ბიძაშვილმა გადაარჩინა, მაგრამ არა ასე დრამატულ პირობებში. შემდეგ ამბობს რომ და საინტერესოა ბარბარას ატკაიცნო, ბარბარას ასაღებს, ყოველ შემთხვევაში ეუბნება ასე რომ ის უკრაინელი მედდა, რომელიც დაჭრილ დავით ზულიდა და ცოცხლეს გადაარჩინა, რომ მისი მადლიერია, ანუ ვალში იყო მასთან და ვერ შეძლო მისი მიტოვება, იმიტომ რომ პატარა ბავშვი, რომელიც ამ მედდას ყავდა, ეძახდა მამას დავით და მამა ძალიან შეუყვარდა, არ ცილდებოდა და ამიტომ დავითმა კეთილშობილური მამაკაცივით მოიქცა და ამ ქალსა და მის პატარა ვაჟს უპატრონა, ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში ამ ვერსიით ჩამოდის ქალბატონი ტერეზა სამხრეთიდან ლონდონიდან სამხრეთში და სისხლის ბოლო წლებამდე ამ ვერსიის ჯერა. შემდეგ ეს ბარბარა ხდება ცუდად ტერეზას მონათხრობით, მეორე დღეს ხვდებიან ისევ და ეს უკვე ის მონაკვეთია, როცა მარტო ბარბარას სიტყვებით თხოვს დარჩენას. დარჩენას თხოვს და უარს ეუბნება, გათხოვილი ვარ მე ვარ და ამ დროს გაცილებულია უკვე. და თვითონაც იხსენებს, მაგრამ მაშინაც ანუ ბავშვები აღარ არიან ამ დროს. ხო, ბავშვები აღარ არიან ამ დროს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე თავის ჩანაწერებში იხსენებს ამ ადამიანს, როგორც მის მთავარ სიყვარულს, სინანულით ამბობს, რომ მისგან მხოლოდ დაზგა დარჩა, რომელსაც იყენებდა სიცოცხლის ბოლომდე, გაახსენებს იმ ვერცხლის კოვზის ამბავსაც და ასე შემდეგ. კაბის ამბავსაც, კაბას შეამჩნევს დავითის მეგობარი მისახში და ეტყვის, რომ წითელი კაბა გაცვიათ, კაბას ავყარებთ, ანუ ისევ შეხვდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს, ანუ ტერეზას ამბავი დავითის სხვებისთვისაც ქონდა მონაყოლი, ანუ მისთვისაც არ იყო, რაღაცას წარმოადგენდა ეს ქალი. კოვზზე ეუბნება ესეც რამდენად, ანუ რომანტიზებულ კოვზმა სიკვდილს გადაარჩინა, პულის ჯიბეში ქონდა და ტყვია მოხვდა და ასე შემდეგ, ანუ ცოტა ესეთი. მოკლედ შემოქმედი კაცი. ქართული ჯიგრუპანში. და ბრუნდება ეს ქალბატონი და ჩამოაქვს ეს ამავების და სევდა და წუხილი და ასე შემდეგ, ბოლომდე იხსენებს დავითს. ეს გვაძლევს ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, მოზაიკას კრავს დავითის ადრეულ ცხოვრებაზე ბევრი რამ უწერია. აი ეს ფოტოც ხაშოს ვესაუბრებით ქალბატონ ანუშს და ანუშმა დღემდე ხო ჩვენ ინტერვიუმ დაარიცხა როგორ გამოიყურებოდა დავით. დედა არ ეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ხო ფოტოალბომი, სადაც ერთ მამაკაცთან ერთად, ანუ რომ იფიქრო, რომ ეს შეიძლება იყოს, არ არის დედამის. არის ჯგუფელებთან ერთად. არის ჯგუფელებთან ერთად და არის რამდენიმე, ვთქვათ, სხვა მეგობრების და შემდეგ ცალკეული ფოტო. და ვაჩვენებთ ამ ფოტოს და აი ამ ჯარის ფოტოს, რომელიც ვიცოდით, რომ ნამდვილად თვალები გავთ და აი და
და გარბის და მოაქვს აი ეს ფოტო, სადაც ანუ კიდევ ერთი ბმა არის, რომ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის ის იყო საკმაოდ ესეთი კარგი მოკრივე და ასე შემდეგ და ეს მოზაიკაც იკვრება. კი ბატონო. ხო, კიდე ერთი რაღაცა, რაც მისი მისამართიც კი ვიცით თბილისში. დავით მეტრეველი ცხოვრობდა პრესის ქუჩა ნომერ 3-ში. დღეს პრესის ქუჩა აღარ არსებობს, ამ პრესის ქუჩის ადგილზე აღმოცენებული არის რამდენიმე ქუჩა და როგორც მიახლოებით ესე დავადგინეთ, რომ არის ათონელის ქუჩა, ანუ ამ ორბელიანის მოედანთან, ათონელის ქუჩა ნომერი 13 უნდა იყოს წესით მაშინდელი პრესის ქუჩა ნომერი 3. მოკლედ ათონელის ქუჩაზე, დღევანდელი ათონელის ქუჩაზე ცხოვრობდა. მერე კიდევ არის აქ ერთი ამბავი დავითის ბიოგრაფიაში, რომ ესე იგი 1970-იანი 80-იანი წლებიდან მოყოლებული მაინც, აი ხა მე ამაზე ვესაუბრე, ცნობილ ქართველ მეცნიერს და ემიგრანტს, ქალბატონ თამარა დრაგაძეს, რომელსაც მადლობა მინდა გადაუხადო აქედანაც. ქალბატონი თამარი იცნობდა დავით მეტრეველს პირადად და დამიდასტურა, რომ დავითი ამ ქართულ შეკრებებზე, ღონისძიებებზე, კულტურის დღეებზე და რაღაცეებზე, ემიგრანტების შეკრებებზე, ქართულ შეკრებებზე იღებდა ხოლმე მონაწილეობას და უფრო მეტიც 1980-იანი წლების დასაწყისში, 91-დან 94 წლამდე, ბატონ გურამ შარაძე დადიოდა ხოლმე ბრიტანეთში ამ ქართული რელიკვიების შესაგროვებლად, იქიდან ესე გაზეთ კომუნისტში გზავნიდა ხოლმე წერილებს და წერილების ციკლი იბეჭდებოდა გურამ შარაძისა, ბრიტანეთიდან გამოგზავნილი წერილების, ქართველოლოგიის შესახებ, მეცნიერების, ვორდროპების, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ეს ორ წიგნად გამოიცა, ბატონმა გურამმა გამოსცა ორ წიგნად, თავისი შეიძლება ითქვას სამეცნიერო ექსპედიციების ამსახველი დოკუმენტები და წერილები და იქ ამბობს ყვება ეს რაღაცას, რომ ოლივერ ვორდროპს 1920 წელს ქართველმა ქალებმა მისი ქალიშვილისთვის, ვორდროპის ქალიშვილისთვის, ნინო ვორდროპისთვის შეუძინეს და საჩუქრად აჩუქეს ძალიან ძვირფასი ქართული ყელსაბამი, ოქროს ყელსაბამი, ლამაზი თვლებით და ასე შემდეგ. ნუ ეს იყო ქართველების მხრიდან მადლიერების ნიშნად, იმიტომ რომ 1920 წელს ოლივერ ვორდროპის დახმარებით საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობის აღიარება. და ბატონ გურამს უნდოდა აი ამ ყელსაბამის ნახვა, რომელიც ნინო ვორდროპმა ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმს გადასცა და შესაძლებლობების შემთხვევაში რაღაცნაირად საქართველოში დაბრუნება. და აი გურამი წერს, ბატონ გურამი წერს, რომ ძღოლად მას ადგილზე დავით ცნობილი ქართული რესტავრატორიო ესე წერს წიგნში, დოდიკ მეტრეველი ემსახურებოდა. ეს ახლა ჯერ კიდევ პერესტროიკამდელი პერიოდი არის. აქედან გურამ შარაძეც ვერ წავიდოდა კგბ-ს მეთვალყურეობის გარეშე ბუნებრივია და იქ ახლა შეხვდეს და მძღოლად მოიმსახუროს კაცი, რომელიც ნაცისტებთან არის ნამუშევარი, ცოტა არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ხო? ამიტომ საერთოდ არ გამოირიცხება, რომ დავით მეტრეველი, რომელიც აი ამ პერიოდში 80-იან წლებში ამბობდა, რომ სიმპათიებით იყო ლავრენტი ბერიასადმი გამშვალული, შესაძლოა ის ისევ მუშაობდა, ვთქვათ, აი ამ საბჭოთა მხარესთან. ამას ვერ ვიტყვით, უბრალოდ აი ეს ფაქტები, რომ უგრეხელიძის მონაკვეთი ცხოვრი შემახსენე ჰომოსოვიეტიკოსი მანდარი, ხო? აი უგრეხელიძეს ქართველი ჯარისკაცი ვიტალი უგრეხელიძე. ხო, ვიტალი უგრეხელიძე, რომელიც ქართველი ჯარისკაცი, რომელიც პოლონურ ჯარებში მსახურობდა, ის იგონებდა, რომ მის ხალიშვილი უბრალოდ იგონებდა, რომელსაც ნაცხოვრები ჰქონდა დავით მეტრეველთან ერთად, ის იგონებდა, რომ ჰომოსოვიეტიკოსი არისო დავით მეტრეველიო, ხო? ანუ შეიძლება რაღაცა კავშირები ამ რო ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში ეს კაცი გარდაიცვალა 1999 წელს ფულემში, მაშინ როცა ბლეიზ მეტრეველი იყო 12 წლის და ესე იგი ნუ დატოვა ანდერძად ქონება მის ერთადერთ შვილს რა ნაშვილებს შეიძლება საკმაოდ მოკრძალებული. ხო, საკმაოდ მოკრძალებული ქონება დაუტოვა.
მაგრამ კონსტანტინე მეტრეველი, აი ვაჟა შენ თქვი ამაზე, ექიმი არის, ხო? კონსტანტინე მეტრეველი არის რადიოლოგიის პროფესორი ჰონკონგში, უკვე 25 წელიწადზე მეტია იქ მოღვაწეობს. მგონი მეტის 35 წელიწადზე მეტია იქ მოღვაწეობს. საინტერესოა, რომ მიუხედავად მოგრძალებული თანხისა, რომელიც დავითმა დატოვა, მისი მეუღლე 2 მილიონზე მეტი არის მის ანდერძში. ანუ სავარაუდოდ გადადინდა, ასე ვთქვათ, მის ფინანსური სახსრები. გასაგებია. ნუ და ბლეიზი შესაბამისად საკმაოდ ხანი ჰონკონგში ცხოვრობდა მამის სამსახურიდან გამომდინარე. თავად ბლეიზი, რომელიც 1977 წელს დაიბადა და ეხლა სულ ცოტა ხნის წინ ნახეთ მისი პირველი საჯარო გამოსვლა. მისი ამ ზაფხულამდე მისი ვინაობაც არ ვიცოდით. მისი მხოლოდ ერთი ფოტო ვიცოდით დღევანდლამდე ეს სწორედ ეს ფოტო და ეხლა უკვე უწევს იყო საჯარო ფიგურა და საჯარო გამოსვლა. პირველი ქალი ბრიტანეთის ისტორიაში ამ სტრუქტურის ხელმძღვანელად. კი. საგარეო დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი. ბონდიანას სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაში ჩაოლე. კი ბატონო. და მას ბლეიზ მეტრეველს კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბრუკის კოლეჯი აქვს დამთავრებული ანთროპოლოგია. რაც ხა საკმაოდ მაღალი დონის აკადემიური განათლება არის. არის ეს მენეჯმენტი, როუინგ, როგორ არის მენეჯმენტი, ხო? ნიშპოსნობა. ეს არის ეს ჰობი არის გატაცებულია და ეს ყოველწლიურად რო იმართება ცნობილი შეჯიბრი ოქსფორდისა და კემბრიჯის სტუდენტებს შორის, აი ამაში იღებდა ხოლმე მონაწილეობას და ის წავიკითხე, რომ უკვე კურსდამთავრებლების შეჯიბრება, ვეტერანების შეჯიბრება რო გაიმართა, იმ ვეტერანების შეჯიბრება. კურსელები ახასიათებენ როგორც უკიდურესად მიზანდასახულ პერფექციონისტ ადამიანს, რომელიც ყოველთვის მოწესრიგებული იყო, ყოველთვის ორგანიზებული, ყოველთვის იცოდა რა უნდოდა და ყოველთვის აღწევდა მიზანს. და ასევე ცუდი რეზიუმე არ არის. MI6-ის ედისტოს. წარმატება უსურვ. მისი პირველი გამოსვლა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და დადებითად გაშუქდა როგორც თქვი ვაჟა. ასევე ვიცით მის შესახებ, რომ თავისუფლად ფლობს არაბულს და საგარეო დაზვერვაში ძირითადად აი პოსტინგი რა, ანუ სადაც გზავნებოდა ხოლმე იყო ახლო აღმოსავლეთი და მისი სპეციალობა შეიძლება ვიწრო სპეციალობა ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთი, თუმცა რაც ხელს არ შეუშლიდა რუსეთის ახლოდგაცნობაში ახლო აღმოსავლეთში. იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტობის წლებში რუსულის კურსებს გადიოდა და ეჭვი მაქვს, რომ სახლში შეიძლება ესმოდა ხოლმე რუსული ენა. ვაჟა, ბოლოსკენ მინდა გკითხო, რომ აი ახლა თელ ჩვენ ამ გამოძიებებს და ამბებს როგორც რუსული პრესის მხრიდან, ისე ბრიტანული პრესის და საერთაშორისო პრესის მხრიდან რა გამოხმაურებები აქვს? პირველი ნაწილი როცა გამოვიდა, მაშინ თქვენს ვიცოდით, რომ პარალელურად რუსები ამზადებდნენ გამოძიებას და ასე ვთქვათ, იყო ბოლა დროზე, ანუ ვინ იტყვის ამას და ვინ იტყვის ამას ისე რომ ბრიტანელებს მხრიდან სათავისოდ გამოყენებაზე ლაპარაკებად ზედმეტია, მაგრამ რუსებს რომ დაესწროთ ნამდვილად გამოიყენებდნენ სათავისოდ, ზუსტად იმ ფაქტებს წამოწევდნენ წინ, რაც მათ ნარატივს აწყობდა, დანარჩენს მიჩქოლავდნენ და მერე როგორც იტყვიან, გამოეკიდა და უმტკიცე რიგით კითხულს, რომელსაც ერთი წაიკითხა, რომელიც თვალში მოხვდა ხმამაღალი სათავეში დაწერილი 100 არ არის. ყველა უყურებთ ბეჭდების ბრძანებელს მარტო ძალიან დიდ ფანებს ვაქვს ნანახი როგორ გაკეთდა ბეჭდების ბრძანებელი დოკუმენტური, ხო? ანუ ტყუილი და გაბუქებული და გამხატრულებული ყოველთვის პრომეტ ყურადღებას იქცევს. ამიტომ ეს იყო ასე ვთქვათ დროზე მოსასწრები, იქიდან გამომდინარე რომ ეს თემა ყველა ვარიანტში ასე ვთქვათ არ დაიმალებოდა და საკმაოდ დადებითი, ანუ ერთი მაგალითი დადებითი გამოხმაურების იყო აღფრთოვანებით სავსე წერილი ბორის ჯონსონის. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე ამბობდა, რომ რატომღაც სჯეროდა, რომ სავარაუდოდ კონსტანტინეც ომში არ იქნება დაღუპული, ან ისეთი მომნოსხავი ფიგურა იყო, რომ ისეთი ტიპი ჩანს, რომ მაგ ცეცხლშიც გავიდა და სალამანდრასავით. ჟურნალისტურ წრეებშიც, აკადემიურ წრეებშიც ყველგან აბსოლუტურად იყო შეფასდა როგორც აი
მეილმა ასე პატრიოტულ პროპაგანდას მოასწრო. კი ბატონო. და დიდი მადლობა ბატონებო, რომ ამაში ერთად მივიღეთ მონაწილეობა. მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა შენს. და მადლობა აქ მოსვლისთვის. თქვენს დიდი მადლობა, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. დამშვიდობებამდე გთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ გკითხოთ, ეგება რამე ვერ გადმოვეცით ისე, დაგვაზუსტებინეთ, გამოგვიწერეთ, გაგვაზიარეთ, დაგვიკომენტარეთ. მოკლედ გამოყვებით ნებისმიერ პლატფორმაზე, ეს იქნება YouTube, Facebook, Instagram, TikTok, ჩვენ ყველგან ვართ. და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მთავარ პარტნიორს, წყალი მთის, რომელიც გვეხმარება ისტორიული ცოდნის გავრცელებაში. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა.